ილოს პოდკასტი ბრუნდება 51 რიგით და დღეს სტუმრად ყავს ჩემი მეგობარიც არა მარტო უბრალოდ სტუმარი გიორგი გოგიჩაიშვილი, რომელიც გახლავთ რეჟისორი AK გოგიჩას. ვინც არ იცის, მე და გოგიჩას რაღაცა პერიოდი ჩემი ცოლი როგორც ამოს მისი საყვარელი პროექტის სადალაქოს წამყვანი ვიყავით. ერთად რაღაცა ერთი სეზონი გავაკეთეთ, მე გარკვეული პრობლემის გამო ვეღარ გაგრძელდა. და დღეს აქ არის რა. გამარჯობა. ხო და მე შეიძლება ზანი გაგიცანი. პირველ რიგში როგორ ახარ, მოდი და მე მოვყვეთ როგორ გაგიცანი, რა ხდება და ასე შემდეგ. რავი, აი, ვარ რა. როგორც ჩემი პროფესიის ხალხი არის ხოლმე, ანუ ხან კარგად, ხან ცუდად, ხან საშუალოდ ესე რა. ზემოთ თქვენ. ეხლა თითქოს რაღაცა საქმიანობის თვალსაზრისით ნორმალურად ასე თუ ისე, მაგრამ ნუ მოკლედ აი. ხო, რატო იცი ახლა ერთი ალეკო გაბედავა რა, შეიძლება იცი კიდევაც კასტინგ მენეჯერი და შემხვდა მელიქიშვილზე რა. და მითხრა რომ ისო რა ქვია, აი ეგეთი სტაგნაციაა როგორიც ახლა არისო ამ სფეროშიო რა. ანუ ეხა ის კიდე არ გულისხმობდა სარეკლამო ინდუსტრიას რა, ალბათ უფრო გულისხმობდა ფილმების კუთხით რა, კინოს. აი ეგეთი სტაგნაციაო არ ყოფილა ალბათ რავი, აი ძალიან ისეთი 90-იანი წლების შუაში თუ იყო ალბათ. ნუ აი რა. და მაშინ კიდე საბჭოთა ის ინერცია იყო და ეხა. ნუ უფრო რეკლამაზე, კინოც როგორია ეხა, კინოს ხო ერთი წელი მინიმუმ, ანუ რამდენიმე წელი შეიძლება ემზადებოდა, ერთ წელი გადაიღო, ერთ წელი რაღაც და ანუ კინოს შეიძლება ვერ შეიტყო ეხლა რა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ისე. შეიძლება, არ ვიცი, მართლა არ მაქვს დადასტურებული პასუხი. მაგრამ რეკლამას მაგრა შეეტყო, იმიტომ რომ ეხლა არც ერთ კომპანიას არ უნდოდა ამ სიტუაციაში რეკლამაში ფულის დახარჯვა ძალიან მარტივად და მსუბუქად რო ვთქვა ეს ყველა. და ამიტომ ძალიან ბევრი რეჟისორი და არა მარტო რეჟისორი, კაცო სცენარისტი, პროდიუსერი, ანუ გაჩერდა რა, ინდუსტრია გაჩერდა, მოკლედ დიდი ხანი. და ეხლა რაღაცნაირად თითქოს თავიდან ისქნა რა, იქოქება და რაღაცეები გაკეთდა. თანუ ეს ეხლა 26 მაისი ყოველთვის ის არის ხოლმე რა, წელიწადში ერთხელ ყველა პროდაქშენი ელოდება 26 მაისის, იმიტომ რომ ისეთია, თან სულ კაი საკეთებელია რა. ეს როგორც წამყვანები ველოდებიან ხოლმე რაღაცა თბილისობას და რაღაცა ღონისძიებებს. ვერ გეტყვი, არ ვიცი. ხო და ესე ხოლმე არა 26 მაისი და წინასა ახალწლო პერიოდი არის ხოლმე ისეთი, რომ არა 26 მაისის კონკრეტულად ამ თარიღისთვის ძალიან ბევრი ვიდეო კეთდება და ნუ ყველასთან ისეთია რა, ყველას უსწორდება 26 მაისის სამუშაო, იმიტომ რომ ისეთი სამუშაოა რა, რაღაცა პატრიოტულ დუხზე მომყვანი რაღაცების კეთება უფრო ისეთია რა, სასიამოვნო და ამიტომ ყველა ელოდება ხოლმე და ისე მაგ სასიამოვნოზე გამახსენდა. სანამ ანის გავაგზელებ უბრალოდ რახან მე ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც იციან რომ რა ფილმი არის 8 წუთი, ნანახი აქვთ 10:45-ის, მაგრამ არ იციან ვინ გადაიღო, არიან ეგეთები, აი ამ კაცმა გადაიღო, ვინც არ იცით, გიორგი გოგიჩაიშვილმა ის ფილმები რაც ჩამოთვლი და არა მარტო, ასევე რეკლამები 90-იან წლებში ძვალი კაბუდა ასე მეგონი კაბუც იყო, ხო, გადაღებული კლიპები, ამებზე მე წავალთ უბრალოდ თავიდანვე რაღაცა ინტროდიუსის პონჩი ეს თქვი და მე და ანი ვლაპარაკობდით და სასიამოვნოზე გამახსენდა კიდე მანამდე რო თქვი რომ რაღაცნაირად შევთანხმდი თითქოს რომ ფილმები არის ისეთი სფერო, ანუ ფილმის გადაღება შენთვის არის სხვა кайფი, ანუ სუ სხვა რაღაცა და აქეთ რეკლამებია, რომელიც უფრო რაღაცა საჭიროებით კუთხით და ამბავში რა და ანუ ეგრეა რომ ხა მესმის რომ ფილმები უფრო პრიორიტეტულია, მაგრამ აქედანაც იღებს სიამოვნებას თუ ვერ кайფი. არა, არის ძალიან ეხა მოვიტყუები რომ გითხრა რომ ყველა პროექტის რეკლამო გიხარია, არ გიხარია რა, ძალიან ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ზოგი ნუ უბრალოდ ხელს კიდებ, იმიტომ რომ ნუ ჯერ ერთი ისე გაჩერებულს პროსტად გომას ყველაფრის კეთება ჯობია. ეგ ერთი და მეორე ფინანსური მხარე, მაგრამ არის პროექტები, რომელიც აი ძალიან გისწორდება, რა სიამოვნებს. ნუ აი გუნდზეა დამოკიდებული იდეაზე, სცენარზე, ვისთვის აკეთებ მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა არის ხოლმე. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა რომ კინო სხვაგან არის, სხვა თვალსაზრისით მე იმას არ ვიძახი, უკეთესია, უარესია რა, ანუ საკეთებლის თვალსაზრისით კინოს როცა აკეთებ, შენ თავთან ხარ პასუხისმგებელი და იმ პატარა გუნდთან, რომელიც შენ გეხმარება. და შენ გეხმარება რა ერთად აკეთებ. პასუხისმგებლობები სხვა არის და რეკლამაზე სხვა პასუხისმგებლობებია და ამიტომ ის ანუ ეგ განსხვავება არის რეალურად, თორემ მე არ ვაკნინებ რეკლამა რო უფრო ნაკლები რეკლამის კეთება იმდენად რთული და იმდენად ძნელი რაღაცაა და იმდენად მაგრა უნდა დაიხარჯო რომ კაი გამოვიდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერ იღებს რეკლამას, ნუ რა ვიცი, რამდენი რეკლამაში კი იცი ჩამოთვალე, ძნელია. ანუ მე მის თქმა არ მინდა რომ რეკლამის არის და კინო. უბრალოდ ძალიან ვექტორი იყოფა ერთ კონკრეტულ ადგილას რა პასუხისმგებლობებში რა და იმაში რომ შენ ამ კინოს ერთ წელს ანდომებს სიტყვაზე ან რაღაცა მე ერთი წელი ეს კინო თავისთვის ცხოვრობს ფესტივალებზე და დაყვებ სხვა ისა აქვს რა
ცერემონიალია მთელი რა, ერთ კინოს მოსამზადებელი ეს ის რეკლამა არის როგორც წესი ერთი თვე უცებ გავიდა და კამპანია დამთავრდა და აღარავის აღარ ახსოვს და ეგ ტკივილიც აქ რა რაღაცა მაგარი წელიწადში ერთხელ მემორი რო გიგდებს ხოლმე მაშინ გიხარია რომ აუ ეს ხომ ეგადავიღე და ასწორებს და კინოს ხო არის კინოს უმოყვება რა ანუ ხო არა კინოს აი ის ექნება ახლა ყველა პონჩი როგორც სახიობისთვის არის დაახლოებით შეიძლება ცოტა განსხვავებული кейსია მაგრამ მაინც რაღაც ის არის მსგავსება არის მაგაში პორტფოლიო მანდ უფრო ის მოყვება რა ახლა 8 წუთი რამდენი ხნის წინ გადავიღე და დღემდე ვიღაცებს ვა შენია და რაღაცა ანუ ხანდახან აღარ სიამოვნებს ხოლმე მაგაზე საუბარი მართლა იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო გავიდა მაგრამ ну აი დღემდე მომყვება რომ აი 8 წუთი და ამ დროს აი რა ვიცი 3-4 წელია კინოს მაგვარი არაფერი გადამიღია მაგრამ ეს 8 წუთი და 10:45 მომყვება ხოლმე ეს ხო და ეგ აქვს კინოს რეკლამას ცოტა სხვა მიდგომები აქვს რა ისე აი 8 წუთზე რომ დაუბრუნო 8 წუთი რომ წელს გადაიღე აუ 17 აუ არ მახსოვს ნახე ეხლაც კი არიან ადამიანები რომლებსაც ეს დეფიციტი აქვს ეხლა რასაც ვიტყვი რომ დეფიციტიანური ისი რო თქვა უმეტესობა ფილმები რო 90-იან წლებში და 2000-იან წლებში მათ შორის სერიალები ცოტა კრიმინალზე იყო, წამალზე იყო, ამაზე იყო, იმაზე იყო, სულ მათ შორის მეც თავიდან, მე უფრო ნაკლებად ვამბობდი იმას, რომ ძალიან გვაკლია მრავალფეროვნება რა. აი ხა რაღაცა პროექტები კი კეთდებოდა ბახალო რო თამაშობდა ეგ ზომბები და ვიღაცები რო ჩდებოდნენ თუ რაღაცა ეგეთი. და რაღაცა ნუ იქ შუა ქალაქი იყო, მაგრამ სიტკომებს არ თვლი რა, ვამბობ იმენა ფილმი ან სერიალი. და მაგის დეფიციტი ძალიან იყო. მე უცებ რომ 8 წუთი გაიჩიტა, აი მე ძალიან გამიხარდა იმ პონჩი რომ მე თქვი ძლივს რა, ანუ იქამდე სულ ორად იყოფოდა ხოლმე ჩემი აზრი რა, რატო არ კეთდება ეგეთ ჟანრში რაღაცა, ერთი რომ ფინანსებთან არის კავშირში, იმიტომ რომ ფანტასტიკას თუ იღებ და რაღაცას, იქ რაღაცა, ნუ სხვა რესურსი ჭირდება, ხო? ხო და მეორე მხრივ კიდევ ფიქრობდი რომ იქნება არის რამე კრეატიული გზები რომ გადაიღო მაინც და ქართული ფანტასტიკა გაიჩითოს და უცებ მე ეგ გაიჩითა რა და ანუ შენ რომ მაგას კიდევდი ხელს ანუ რამდენად გქონდა საერთოდ მაგის იმედი რომ ანუ აი ესე გაამართლე და როგორც გაამართლა ბიჭო ეხლა ძალიან ძნელი სათქმელია რატომ მოკიდე ხელი ეგეთ რამეს იმ დროში როცა ტრენდული არის ანუ მაგის შიშები ანუ მაგ ბევრჯერ მაგ რა ნათქვამი რა რომ ანუ შიშე თუ მოგერია მანდ შანსი არ არის რა ანუ რაც საშიშია და ძნელია ის უნდა გააკეთო, რაც ზუსტად იცი და 100%-იანი იცი რომ ეს გაჭრის, რავი, არ ამგონია ის იყოს, რომ სასიამოვნო პროცესი როგორც მინიმუმ. მაგრამ ჩვენ როგორც გუნდს ქონდა ეგეთი ამოცანა, რომ ჩვენ უნდა დაგვემტკიცებინა უცხოელი კოპროდიუსერებისთვის, მაშინ მუშაობდით პროექტზე ინგა, გაკრას ანის რომ უნდა ეთამაშა, პროექტი კი იცი შენ, რომ დაწყება ექშენ სანამ ვიტყოდი მაგამდე ჩაიხსნა პროექტი, მოკლედ ეს ძალკე ისტორია. და მაგ ფილმს რო ვაკეთებდი, ხა ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, მაგრამ ხა მკითხე გეტყვი. მაგ ფილმისთვის რო ვიმზადებოდით, უცხოელ კოპროდიუსერებს აინტერესებდათ, რომ რა შეგიძლიათ. იმიტომ რომ შენი რეკლამები არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს კინოს როგორ იღებ. და რაღაც სასწრაფოდ ეს ინგასთვის კეთდება. ეგ იყო ინგასთვის. 8 წუთი გაკეთდა, ინგას საპორტი იყო რა კოპროდიუსერებისთვის, რომ რამე აი 2 თვეში მაქსიმუმ მოგვეხერხებინა ის, რომ გვეჩვენებინა რა შეგვიძლია. გამოვიდა სტეიტმენტი. ხო რა, ხო და ანუ просто მანდ ის იყო, რომ კარგი რთული რაღაც გაკეთება გვინდოდა. ოღონდ არ ვიცოდით რა გვინდოდა. просто კოშკ გამოვიდა და იციო რომ მზის სინათლეს დედამიწამდე 8 წუთი ჭირდება და всё, მარტო ეგ ვიცოდით და მე ვიჯექით თავს ვიფხანდით, кайხანი და ბოლოს უცებ რაღაციდან მე გეგამ პროდიუსერმა დააბრეხო უკვე მეინ ბიგ აიდეა რაც არის რა. ილუზიონისტი და ასე შემდეგ. ხო. ну ვისაც ნანახე არ აქვს, ну ვიტყოდი მაინც. ხო, არ დაგასპოილეროთ. დაგასპოილერებ უკვე და არა ხო, საინტერესო იყო ძალიან რა, ნუ მე რო ვნახე პირველად ეს ადამიანების გვამები რო ვარდება და რაღაცა მეთქი, აუ ცოტა ხანი მეთქი უნდა დავთქვი იმ მომენტით რომ აქაც მარტო ამერიკის პონტი რო არის, ხო იცი Independent Day და რაღაცა Independent ეგ არ არის სპოილერი, ეგ მოსულა. რომელი ფილმი, ანუ შენ პრინციპში გამოვიდა, აი დასკვნა რომ გავაკეთოთ 8 წუთი გადაიღე, იმიტომ რომ გარკვეულწილად ყველაზე რთული რამე გამოწვევა გინდოდა რომ შენი სკილები მაქსიმალურად დაენახათ იმათ რომ მარტო ჩემი სკილები არა, მანდ არის რომ 90% 8 წუთზე მუშაობდა ის, ვისაც უნდა ემუშავა ინგაზე. აჰა, ანუ ოპერატორი, მხატვრები, ну პროდაქშენი თავისთავად, ანი, ანუ კომანდა რა, ანუ ის ხალხი იყო, ვისაც უნდა ემუშავა ინგაზე და ძალიან გვინდოდა რომ აბა ერთ 3 დღიანი, წინ 35 დღიანი გადაღება გვაქვს და მოდი აბა 3 დღიანი მოტელვაც, რა აბა როგორ მუშაობთ ერთად რა, ეგეც იყო, ანუ და მარტივი გამოსავალი მანდ არ არის კარგი რა, თუ მართლა ეგრე ფიქრობ რომ მოდი მოვითელოთ, მაშინ რთული პროექტი უნდა გააკეთო და რთული ეს გადასაღები თვალსაზრისით არ იყო საერთოდ რთული იყო იდეის დონეზე, სცენარის დონეზე, ხო, storyline როგორ გააკეთო აპოკალიფსი და ისე რომ არაჩვენო ძალიან ბევრი რაღაც რა და
მოკლედ აი ძალიან ბევრი ფილმის რეფერენსი არის მანდ რომ მაგალითად Children of Men ქვია თუ სწორად მახსოვს ხო რომ იწყება თავიდან იქაც იწყება ნიუსებით და აი მაკედანე გავიღე იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა სამყაროს გისეტაპებს ანუ გეუბნება რა სამყაროში ხარ და როგორც იქ მოდი მეც ესე ვიზავ და აი ეგეთი ხერხებით და იმეებით პატარა 13 წუთიანი პონტი გავაკეთეთ რა იმიტომ რომ მოკლე დროში კიდე უფრო ძნელია თან ხო storyline მნიშვნელოვანი ამბავია აი რაღაცით ახლა მე მაგალითად რა ხან რეფერენსები ახსენე სადღაც ინტერსტელართანაც ქონა ასოციაციები იმიტომ რომ იქ არის მამაშვილის ურთიერთობა ხო მაგრამ სხვა ამბავია არა მესმის ხო მაგრამ ანუ ჩემპიონში მე მიყვარს ხოლმე როცა ფანტასტიკაში არის ადამიანური ხაზი კიდე ძალიან ძლიერი რა ანუ ურთიერთობის რომელიც აი როგორი დისტანციაც არ უნდა იყოს და სულ რაღაცა ერთი სამყაროში იყოს და მეორე სამყაროში აი სიყვარული რო იჩითება რაღაც არტეფაქტად აი იდეა მევასება რა ანუ მარტო სამეცნიერო ფანტასტიკა აი ისე ძალიან არ ხო მანდ მუღამი რა იყო იცი არ ვიცი არც მახსოვს ეგრე გქონდა თუ არა ჩანაფიქრი მაგრამ შუა წერის დროს მივხვდით რომ ვაფშე არ ვაკეთებდით აპოკალიფსს კი არა და გადარჩენაზე არისო რა ანუ ყველა აპოკალიფსში აპოკალიფტურ სეტინგში აბსოლუტურად ყველა ცდილობს რომ გადარჩეს ხო ხო ეგ მოცემულობა ჩვენ მივხვდით ერთ მომენტში რომ საერთოდ სხვა რა გადარჩენაზე აქვს საუბარი რაღაცა სულის თუ რაღაც ანუ აი ბოლო მომენტზეა რა ხო აი რაღაცა მაგ გადარჩენაზე და გაგვისწორდა რომ ვა ნახე კი არ გარბიან რომ გადარჩნენ აი ამას აკეთებენ და მაგას ცოტა ხა ნელ-ნელა პირველი კინო იყო და ბევრი რაღაცა წინასწარ არ ვიცოდით რა და როგორ უნდა ყოფილიყო და პრაქტიკაში მოვიდა მაგრამ ნუ კაი გუნდიც ეგ არის რომ კაი გუნდი მაგისთვის არის კაი გუნდი რომ ის არ დაგაშვებინებს იმდენ შეცდომას რა და მოკლედ და ამიტომ ისე სხვათა შორის ანუ ერთ-ერთი ისეთი მომენტი აი როცა მამა ურეკავს და იმ თوارეს შეხედე და ანუ გააოცებს რა მაგაზე მიფიქრია რომ ანუ როცა შვილები გყავს და მე ფიქრობ იმას რომ თან ახლა მამის იმას თუ გავითვალისწინებთ რა თქვა ბიოგრაფიას და რა მდგომარეობაშია თავი და რომ წვერებით იჩდება და რაღაცა ნუ გასაგებია რომ არა აქ ისეთი პერიოდი და შულთანაც ძალიან ისეთი მურტალი ურთიერთობა აქვს და ისედაც შვილები რომ იზრდებიან სულ გააქეს სენტიმენტები და გენატრება პერიოდი როცა შეგეძლო გაგეკვირვებინა ავტორიტეტი ყოფილიყავი მისთვის რომ შემოგციცინებს და რაღაცა და როცა დიდია უკვე ამისი მაგარი დეფიციტი გაქვს და აი ბოლოში რომ მაგას აკეთებს ნუ ისეთი მომენტია რა ანუ მშობელი თუ ხარ ზუსტად ხვდები რამდენად მნიშვნელოვანია მაგასაკში მამისთვის რომ ჯერ კიდე შვილის გაკვირვება შეძლოს და აი ამ აპოკალიფტურ პერიოდში რომ მაგას აკეთებს ნუ კაი მან ალბათ ორი რაღაცა გქონდა რა ანუ ორი კურდღლის მანევრები ვიყავი და შეიძლება ორივე დავიჭირეთ კაცმა არ იცის ერთია ეგ რასაც შენ საუბრობ რომ ის ავტორიტეტი დაებრუნებინა თუნდაც ერთი წამით და ის ბედნიერება ეგრძნო და მეორე პროფესიული იმიტომ რომ ეგეთი პროფესიის ადამიანები არ ვიტყვი წერან კითხვი მაგრამ იქნება რაღაცამ გამაზა ეგეთი პროფესიის ადამიანები ძალიან სენტიმენტალურები არიან და ძალიან ბედნიერები როცა აკეთებენ ოღონდ იმ წუთას არ იციან აი თუნდაც შენ თუნდაც აი რაღაცას რო ვაკეთებ შეიძლება არ ვიცი რომ ბედნიერი ვარ დავამთავრებ მე რო ხვდები რა ბედნიერი ვიყავი როცა იმას ვაკეთებდი იმიტომ რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ და ეგრე არის ეგ კაციც ჩემი აზრით რა მაგრამ პროცესში ისეთი ბედნიერი ხარ რომ მაგას არ ფიქრობ არ ფიქრობ ვაფშე წუწუნებ საერთოდ წუწუნებ ბევრ ამაზე რა ჯუჯღუნებ და ეს არ მოგწონს და მე გვერდიდან რომ შეხედავ რაღაცა ფერი აქ ამ ყველაფერს და ის გენატრება ხო და ალბათ ამ კაცსაც იმის გარდა რომ ეს ეხლა რაც შენ ისაუბრე მამაშვილის ურთიერთობა მეორე იყო ის რომ აი რა ჭირდებოდა ბოლოს და ეს ორი რაღაცა შეაჯამა ალბათ რა ანუ ალბათ კი არა ეგ ორი რაღაცა დავისახეთ ბოლოს მისთან მაგარ კვეთაშია იმიტომ რომ ფაქტიურად ტიპმა ანუ ერთ პროფესიაც მიგდებული ქონდა შულთანაც ურთიერთობა გაფუჭებული ქონდა და ორივე როგორ უყვარდა და უცებ გაიჩითა რომ ერთიც ძალიან ძვირფასი მისთვის მის ცხოვრებაში დარწმუნებული ვარ ეხა მაგ ხას რო გაყვა პრობლემები ექნებოდა ოჯახის წევრებთანაც იმასთანაც თან რა პერიოდის კაცია ხო ანუ საბჭოთა კავშირის დროს მოესწრო და რა დგინდა და ფულსად იშოვი და უცებ რომ ანუ ეგ პონტი და შვილის პონტი ერთად იჩდება ეგ ასწორებს 10:45 აუღოთ ეხლა საერთოდ რახან დაახლოებით ორივე ერთი ხანგრძლივობის არის ხო თუ ზუსტად 13 წუთია ორივე ორივე ზუსტად 3 წუთია 13 ხო 3 ორივე 13 რამე სიმბოლიკა არის მაგაში არა просто ეგრე დაიწყო ეთყობა ეგ მაგ დინამიკაში ვჯდები კარგად არ ვიცი 13 რო დავამონტაჟე მე შემთხვევით ვნახე 8 წუთი თავიდან 8 წუთიანი უნდა ყოფილიყო მაგრამ მე მივხვდი რომ სისულელეს ვაკეთებდით იმიტომ რომ მინიმუმ უკვე ტიტრს რო დაადებ უკვე აღარ იქნება 8 და ნუ მოკლედ 10:45 საერთოდ არ ვფიქრობდი ქრონომეტრაზე შენ რომელი უფრო გევასება მაგ უფრო აი ის არის ბევრჯერ უკითხავთ სინამდვილეში ძალიან ძნელი ხო მაგაზე პასუხი არ ვიცი როგორ გინდა პასუხი გაცე მაგრამ თან განსაკუთრებით რომ რადიკალურად სხვადასხვა პონტი არის რა ჟანრობრივადაც სხვა და როგორც კინოც სხვა არის ჩემთვის 10:45 უფრო
კინოშნიკური კინოა ვიხმარ ამ ტერმინს, ვიდრე 8 წუთი. ფილმური არის უფრო რა. უფრო ისეთი აი, უფრო დამჯდარი რა. ვიდრე 8 წუთი. 8 წუთი ცოტა უფრო აი არ მინდა ეგ სიტყვა ვიხმარო, აი ცოტა უფრო რაღაცა კომერციული კი არა და აი სკეჩური, რაღაცნაირი ტიპია რა. 45 უფრო კინოშნიკურია. გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ რა. თუ ისეთ ხასიათზე ვარ, ის უფრო მიყვარს და თუ არა და. ნუ თან ეხა არა თვითონ სამუშაო პროცესი რომელი უფრო იყო შენთვის სასიამოვნო თუ ორივე არა ორივე რადიკალურად განსხვავებული. ეხა 10:45 აბსოლუტურად მარტო ვწერდი. სულ მარტომ დავწერე. იდეაც ნოლიდან ჩემი იყო. და იქ გუნდთან ერთად ვაკეთებდი სცენარსაც და ყველაფერსაც, ანუ აი განსხვავებაც არის. და ორივე ძალიან მაგარია, ანუ ეხა ამას წინათაც ვსაუბრობდი. ერთი кайფი აქვს, როცა ბრეინშტორმინგი გაქვს და ეხა 5 კაცი ვზივართ და ყველა ჩვენი აზრი ვთქვათ, მაგრა ასწორებს და მან სიცილიც მოსულა და ერთმანეთის დაცინვაც ისის და საბოლოო ჯამში იდეა იფუთება. და მეორე არის, როცა მარტო ხარ და სულ ერთი და იგივე მუსიკა გაქვს ჩართული, მე ვერ ხვდები რომ ეგ მუსიკა გაქვს ჩართული, აღარ გესმის და მაგ დროს წერ და თან ხო ვიცოდი რომ მარიამს უნდა ეთამაშა და იმის ის როგორ იტყო და ისევ წერ და მაგარი кайფი ქონდა, აი ძალიან გავერთე სინამდვილეში, ანუ ერთი თვე ვფიქრობდი და დავწერე არ ვატრაკებ ერთ დღეში. ხო, მარიამის შეყვარებულია, რომელიც ასევე მსახიობია და აი მაგ აზრს გავაგზავნებ როგორია როცა შენი შეყვარებულმა უნდა ითამაშოს თავარი როლი. ის უფრო იყო დისკომფორტში ვიდრე მე თავიდან. არ უნდა და არა როგორ არ უნდა და ეხა ფილმში თან ისეთი რაღაცა, მაგრამ აი ცოტა რაღაცა დისკომფორტები ქონდა მაინც. ჩემთვის არ იყო აბსოლუტურად არანაირი დისკომფორტი პირიქით. გეუბნები პირიქით იყო, ძალიან კარგი არის, მიყვარს როცა ვიცნობ მსახიობს რა. და ის უნდა ვათამაშო. რეკლამაშიც კი, როცა ვიცი, აი როგორ იღიმის, ამ სიტყვაზე რა რეაქცია ექნება და ის როგორი ფიდბექი მექნება იმისგან. ეგ როცა ვიცი, უფრო ადვილია და ეხა მარიამი ვიცი 5 თითივით, ხო და მაშინ ტექსტს რო წერდი, ანუ ხო ძალიან ხშირია, რომ განსაკუთრებით ტექსტიანი, დიალოგიანი ფილმის დროს ფრისტაილი მიდის რა. ისე ქონდა მარიამზე მორგებული ეს ტექსტი, რომ ერთადერთი ფრაზა ამოვაგდეთ მარტო მთელი ფილმის განმავლობაში. დანარჩენი რაც ეწერა ის დარჩა, იმიტომ რომ ვიცოდი ზუსტად როგორ იტყოდა რა. და ის მართალია ლაშამ თქვა რა, ანუ ჩვენმა ხმის პროფიმ, რომ 6 საათი იყო გადაწყობა საჭირო იმისათვის, რომ აი რობერტ ჩაგეწერათ ის რომ ფეთქდება რა. კიდევ ასპოილერებ, მაგრამ რა გავაკეთო ეხლა, აბა როგორ ვილაპარაკო, ვერ გავიგე ფილმზე ისე რომ არ თქვა რა. მოკლედ ერთ-ერთი სცენა, სადაც საკმაოდ თულად გადასაღების სცენა და 6 საათი ჭირდებოდა გადაწყობას და პირველივე დუბლში ვქენითო რა. კი, ვერ ვიზავდი, ეხაც ეგ ვიქნებოდით, ხო არ გადაობ, ანუ კიდევ კაი ვქენი. ხო და ეგ რამ ხელწნეხია ეხა მსახიობზე. ანუ მსახიობზე ყველაზე ნაკლები, იმიტომ რომ მსახიობზე, იმიტომ რომ იცის რომ მასზეა დამოკიდებული 6 საათი გადაწყობა იქნება. არ იყო მასზე დამოკიდებული. მაგაში აი მსახიობი სანამ გაქრება კადრიდან, მანამდე გავაჩერებდით იმას რომ რაღაც არასწორი ექნა. აი იმიდან არის უკვე ძნელი, всё. და იქ რა ვიცი 7-8 კაცი იდგა ზოგს რა ზუა ეჭირა ხელში ყველაფერი იყო ქორეოგრაფია რა ანუ ტექსტები თუ რა არა აი ის რაღაც უნდა ჩამოიყაროს რაღაცა ეს ანუ თან მაგ გრაფიკა ვაფშე ნოლია ანუ საერთოდ გრაფიკა არ არის მაგ კადრში ყველაფერი არის ნატურალური და მაგას ვამზადებდით ჩვენთან სტუდიაში ეზოში მაგ კადრს ვამზადებდით რა ვიცი ერთი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ მაინც მქონდა ის რა ქვია ეზოში ეგ ამბავი მოწყობილი რა. ეგ როგორ გააკეთეთ, ანუ ეფექტ გრაფიკის გარეშე, საშიში არისო? არა, ვაფშე კაკრასა ეგ იყო, რომ პენოპლასტით და რა ქვია, ცემენტით და კაროჩ. აი, რახან სახიობები ახსენეთ და ფრისტაილი ახსენეთ და რაღაც პრინციპში მიდგომები. ერთ-ერთ ფილმზე ვლაპარაკობდით მე და შენ ადრე რა. პრინციპში რა არის დასამალი აღლომიროა ფილმი, მე ძალიან მომეწონა. შენც რაღაცა სიმპათიებით იყო მაგ ფილმისკენ. უბრალოდ ერთ-ერთი რაზეც ჩვენ საუბრობდით, მაშინ იყო ის, რომ თან რაღაცა მეგონი პოლანსკის ფილმიც ახსენე, მე მაგას მოყვა თუ არ მახსოვს და ვლაპარაკობდით იმაზე, რომ ანუ რამდენად სად გადის ზღვარი აი ფრისტაილს შორის, რომელიც შეიძლება რომ დიალოგებში იყოს და თქვათ ანუ ხო როგორ არის ძირითადად მიდგომა ისე რომ რაღაცა ჩონჩხი არსებობს და იმაზე ფრისტაილს აკეთებ რა და არის ისეთი სიტუაციები როცა შეიძლება თავიდან ბოლომდე ფრისტაილი იყოს ანუ რეჟისორმა უბრალოდ დავალება მისცეს რომ ეხა სუფრაზე იყავით რაღაცებზე ილაპარაკეთ როგორც მაგაცები იბაზრებდნენ რაზეც გინდათ იბაზრეთ შენი მიდგომა რა არის ამ ფრისტაილთან მიმართებაში სადმე გადის შენთვის ზღვარი შენთვის პირადად ზოგადად ეგ ზღვარი საერთოდ არ არსებობს რა ანუ ზოგადად მანდ არის რა მოგწონს თორე ეგ ზღვარი არ არის. არა, პირად ზღვარს ვამბობ რა. ხო და აქამდე მივდივარ რა, თორე ვისაც როგორ უნდა და როგორ უსწორდება, ისე უნდა გააკეთოს. მან არ მგონია რომ რამე ჩარჩოები და ზღვარი არსებობს. პირადად ჩემთვის მე მიყვარს რომ იმდენს ვაკეთებთ სანამ კამერა ჩაირთვება
რომ აღარ ჭირდება იმას ბევრი ფრისტაილი, მაგრამ თუ ჭირდება უნდა გააკეთოს, ანუ მსახიობი მანდ არის მთავარი ტიპი. ანუ შენ თუ დასვი იქ, ანუ აი მსახიობი ცუდად მოდი ცოტა შევერდან მოვლი. მსახიობი ცუდად თამაშობს. ხო, ამბობთ რომ რა ცუდად თამაშობს. არა, რა ცუდად გადაიღო ამ კაცმა, რომ ის ცუდად თამაშობს. აჰა, ოკეი. შენ ეგრე უყურებ. მე ეგრე უყურებ, იმიტომ რომ ჯერ ერთი კასტინგი შენ ჩაიბარე. ხო. ანუ არავინ ზალით ეგარ დაგისვა, ნუ რაღაც ალბათ გამონაკლისი შემთხვევების გარდა. კასტინგი შენ ჩაიბარე. შენ ემუშავე, ტექსტი შენია, ანუ ყოველ შემთხვევაში სცენარისტთან ერთად. შენ ყავდა გადაღებაზე და შენ დაამონტაჟე. და კიდე ის თამაშობს ცუდად, ანუ შენ კენი რა, ეგ ყველაფერი კენი შენ. ის შეიძლება ცუდად თამაშობდეს, მაგრამ შენი პასუხისგებლობაა პირველ რიგში. მაგის თქმა მინდა, ანუ ის თუ ცუდად თამაშობს, შენი ბრალია რა მაგალითად. ხო, ანუ რაღაცა ვერ იმას. კი, რეჟისორის ბრალია, იმის ცუდად თამაში. მე ეგრე წარმომიდგენია რა. ანუ ეხა ხო, მაგრამ მან შეიძლება ორივე ინაწილებდეს ეხა პასუხისგებლობას, ანუ იმ ცუდი თამაშის მიზეზებსაც გააჩნია რატო არა? არის, მაგრამ მაინც ესე რომ უყურებ, აი ხანდახან არის ხოლმე, რომ უყურებ და ბიჭო, აი ეს როგორ ვერ გამოასწორა თუნდაც მონტაჟში. აი თუნდაც მონტაჟში. აი ეს როგორ ვერ გამოასწორა. ეხლა მანდ ხო ისა რომ კადრი არ გადაიღოს ზედმეტი და ასე მოკლედ, მაგრამ იმის საქმეა ეგ. შეიძლება ეგეთიც უნდა. შეიძლება რაღაც გროტესკის მუღამზე იყო და ეგეთი უნდა და ჩვენ უყურებთ ამას რომ ცუდად თამაშობს. ვაფშე არ თამაშობს ცუდად, ეგეთი გადაწყდა. ანუ მაგიტო მანდ ზღვარი არ არსებობს რა. უბრალოდ მე ჩემი მიდგომა არის ეგეთი რომ ბევრი უნდა ვიღლაბუცოთ, ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, ის უნდა და ბოლოს აი რაღაცნაირად აი რავი, არც 10:45-ზე, არც 8 წუთზე დიდად ფრისტაილი არ შეუბერე არც ერთ მსახიობს, იმიტომ რომ აღარ ჭირდებოდა, ანუ ეს გაფრისტაილებული ხო რა. რატო იცი ბიჭო, აი ნახე, ხა რაღაც სხვა თემაზე მინდა და გადასვლა მინდა, მაგრამ ამ თემას მინდა კარგად შევეხოთ. აი ხა ნახე, ადრე ერთი პერიოდი იყო როგორც ჟანრების მრავალფეროვნება იყო დეფიციტში, ასევე დეფიციტში იყო ბუნებრიობა რა. იმიტომ რომ ერთი პერიოდი რო იყო, რომ ნუ თუ ვერ ხვდებით რომ ესეთი არად, იგი გამოდის და მე მოდის, აი ეს რაღაცა ხვდები და მაგაზე იმდენად პრობლემა იყო, რომ მე ეხლა უკვე მიჩითებოდა, აი თუნდაც ტიფლისი იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც თითქოს აი რაღაცა თანამედროვესა და ძველ ენას შორის შერწყმა თუ რაღაც ახლა ხანდახან ძალიან მაზალო გამოდიოდა, მაგრამ ხო გასაგები იყო, რომ ხო ტენდენცია იყო ეგეთი ვიკინგები გადაიღეს და იქაც რაღაც ავთენტურობა და თანამედროვე. რა არის ძალიან ძნელია, 2 წამი გაგაწყვეტილი, ძალიან ძნელია ახლა ალაპარაკო ძველი თბილისური, როცა ხო ისე რომ გაიგო თან ხო ვიცით ვინ არის სეგმენტი, ვინ უნდა უყუროს ამას რა და ანუ მაგასაც თუ გიწევს რომ მაგ დათმობაზე წახვიდე რომ არ იყოს ეს ძველი ენით. თან პირველი ამბავი იყო და შეიძლება მე კიდე ხო. არა, თან ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყო, რაც მე მახსოვს ესე ქართულ ტელესერიალში. ხო და ნახე იმდენად დიდი დეფიციტი იყო, რომ მერე რომ სადღაც ვიღაცა თამაშობდა ბუნებრივად, უკვე ანუ სიღრმეებში აღარ ჩადიოდა ხალხი, რომ თქვა, კარგად თამაშობს თუ არა მართლა თქვათ რა. და უკვე მისაღები ტიპი იყო, საყვარელი ტიპი იყო, შესაბამისად მერე უკვე თუ ვიღაცებს გადაღება უნდა და ფილმის ამას ითვალისწინებდნენ, რომ ანუ თუ რაღაცა კომერციული ფილმი უნდა იყოს, მაშინ ეს ტიპი ევასება ხალხს რა. და ანუ ცოტა არ ვიცი რა, ანუ შენ როგორ უყურებ მაგ საკითხს? ბუნებრივად, ან ცოტა დავიბენი ბოლოს კითხვა. ანუ ნახე რას ვიძახი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ რახან ტიპები ბუნებრივად თამაშობდნენ. მაგალ მეორე უკიდურესობაში გადაგვაგდო, რომ აღარ ვაკვირდებით მართლა კარგად თამაშობს ტიპი თუ არ თამაშობს კარგად. ანუ რის თქვა მინდა იცი რომ აი მაგალითად მე რაც შესაძლებელში ხო თამაშობ. იყო პერიოდები, როცა ზუსტად ვიცოდი, რომ განსაკუთრებით დასაწყისში, რომ ანუ არ არის კარგი ხა ეს რა, მაგრამ ვაკეთებდი რა მაინც რომ მუშაობდი საკუთარ თავზე და ასე შემდეგ. ეხა ვიღაცა ტიპებისთვის კიდე რომ მოდიოდა, აუ რა საკაიფოა და რაღაცა ეხა ხვდებოდი რომ ანუ იმის იქით ეხა აღარ იხედება რა, თუ ბუნებრივი ხარ და ასე შემდეგ, მორჩა. ეხა საერთოდ ეს თემა რატო წამოვიწყე რა, რომ მსახიობები, აი თვითონ ეხლა ვინც არიან მსახიობები. შეიძლება ითქვას რომ ეგ პრობლემა გადალახულია აქვთ, ანუ რაც ადრე იყო ეგ ტენდენცია, აი არ ვიცი ამდენი ხანი რატო დამჭირდა ამ კითხვაზე, მაგრამ ის ტენდენცია რაც ადრე იყო ეხლა კიდე გრძელდება, რომ აი ეს მანერულია ტიპი და უფრო ტიპაჟებს ეძებენ ამიტომ. არა, აღარ გრძელდება და მაგას ჩემი აზრით აქვს რაღაცა ისინი რა, მიზეზები რა. მაგალითად ის რომ ყველას უკვე თავის კამერა აქვს სახში. მაგერ ჯიბიდან ამოიღებ კამერას და ანუ ადრე ხო ის იყო რომ ეხლა ბევრჯერ ითქვა ეგ და აღარ შემილია მაგის თქმა, მაგრამ ადრე ის იყო რომ თეატრი იყო ძირითადად. ხო. ნუ მაგდროინდელ ქართულ კინოს ძველს უხდებოდა კიდეც ეგეთი მანერა. და მერე ვაფშე კინო გაქრა და მერე თეატრის მანერით შემოვიდა კამერის წინ.
და მე ეს ყველაფერი ხა მარტო თეატრი აღარ არის, უკვე ბევრს აქვს კამერა, ანუ ყველას მობილურზე აქვს კამერა, ბავშვები, ახალგაზრდები განსაკუთრებით იმას საერთოდ ვერ დააკომპლექსებთ და ვერ შეუძლებს, როგორიც არის, ისე ითამაშებს. ანუ უმეტესობა რა. შენ უბრალოდ გააჩნია რა გინდა, ანუ რას ეძახი ბუნებრიობას. გარი ოლდმანი რო ლეონში თამაშობს პოლიციელს, ემას რო სუნავს, ეხა ეგ ბუნებრივია? თან არის და თან არ არის. აი, ვერ იტყვი რა არის ბუნებრივი და სახიობიც ეგ როჟახი, ჩემთვის გარი ოლდმანი არის. შეიძლება უფრო სწორი სიტყვა იყოს ორგანული, ანუ არ ვიცი. ხო, აი უფრო ალბათ, მაგრამ ხო ნახე მე რო ვიცი, რომ შენ აი ესეთი მასტი ხარ, მე როგორც რეჟისორს მირჩევნია, რომ შენ გათამაშო შენ პერსონაჟთან ახლოს მდგარი პერსონაჟი, რომ უფრო ბუნებრივი იყო შენ და უფრო ნატურალურად გააკეთო ის და უფრო ადვილად გაითავისო, ვიდრე შენ გათამაშო ეხა კოლმეურნეობის რაღაცა მდივანი იმაში რა ქვია, თან სერიოზული კომედიის გარეშე, ხო ხდები? იმიტომ რომ შენში ვერ ხედავ მაგას რა. ხო და ეგ ანუ ეგ გაჩი ისევ და ისევ მიდგომაზეა რა. არის ფილმები, ეხლა წეგან აღულზეც რო საუბრობდით, ის ხალხი იმდენად ბუნებრივია, რასაც ისინი თამაშობენ, მაინც გონია რომ ეგეთები არიან თავის ნატურით, სახშიც ეგეთები, ანუ უბრალოდ ცოტა შეიძლება უტრირებას აკეთებენ ცოტა რაღაცას, მაგრამ ცოტა იმდენად ნატურალურები არიან, რომ ალბათ ეგეთები არიან რა. მე ყოველ შემთხვევაში ეგრე წარმომიდგენია. არის მაგალითად აი ძალიან საკაიფო ქართული ფილმი ღორი თუ გაქვს ნანახი. აი მან საერთოდ არაპროფესიონალი მსახიობები თამაშობენ. რამდენადაც ვიცი, ერთხელ მაქვს ნანახი, მაგრამ აი კონი თუში მეცხვარეში ძირითადად სულ ტიპაჟები არიან ერთი თუ ორი ტიპის გარდა რა. ხო, ეგ არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვი. ეს თანამედროვე კინოა რა, რამდენი 4-5 წლის წინ მე მგონი. და აი აბსოლუტურად არაპროფესიონალები თამაშობენ, სადაც რეგიონში მოძებნილი, მე მგონი, რამე თუ არ მეშლება, ძალიან ბუნებრივები რა. ანუ ტიპმა რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ეგეთი მიდგომა ევასება, ეგრე უნდა და ანუ კადრი არის აი ცოტა უწყვეტი დიდი, სადაც ორი ტიპი ლაპარაკობს, ან სამი ტიპი ლაპარაკობს, იმდენად ბუნებრივად რომ ვერ დაიჯერებ, რომ ეს ცოტა დოკუმენტური გონია, იმდენად მაგრა უბერავენ რა. ეგ ყველაფერი არის მიდგომაზე, თორე ისევ ეხა ლეონს ვერ გარი ოლდმანს ეგრე ვერ ათამაშებ ლეონში. ეგრე რომ კამერა დაუყენო და იმან ის გააკეთოს, რასაც აკეთებს ლუკ ბესონის კამერის წინ, სხვადასხვა ის გამოვა. ანუ შენ რისი მიღება გინდა და ის რას აკეთებს. სახიობი, ანუ მანდარი შენ ბუნებრივს ეძახი ამას თუ არ ეძახი, ცოტა ძველი საკითხია. ოლდსკული და ნიუსკული რო შევადაროთ, მსახიობებთან რა განსხვავებაა მუშაობის პონჩი? აი რა არის მთავარი განსხვავება ძველი თავის სახიობისა და ახალი თავის? ბევრად სწორ კითხვებს სვავენ ოლდსკულები. ოლდსკულები? კი. აჰა, ოკეი. ანუ ცოტა არა, შეიძლება სწორს კი არა, არ ვიცი რა როგორ დავარქვა. უფრო გამოსtildeს. ხო, აი უფრო ცოტა აი ცოტა სტანისლავსკიც რო იცი, ხო ხდები აი რაღაცები რო იცის, იქიდან გამომდინარე გელაპარაკება რა. და ახალს აი მარტივად შეგიძლია რა. სამაგეროდ მე მეორე მინუსი აქვს ოლდსკული შეიძლება რეკლამაზე ისე ჩაგეძიოს ამ ტიპის პერსონაჟის რაღაცაზე რომ კაი რა ბიძაჩემო პროსტა უნდა გაიღიმო და შოკოლადს უკუჭო სიტყვაზე არ მინდა აქ სტანისლავს რატომ ეს ხო და ის ახალგაზრდა მარტივად იგებს რა ანუ რა მინდა ეგრე მაგრამ არის ხანდახან რომ პირიქით რა ცოტა რაღაცა მოდი მელაპარაკე და არ აინტერესებს და იმ ოლდსკულს უფრო აინტერესებს რატო ვამბობ ასე როგორ უნდა ვთქვა რა ესე რომ მაცვია კაია იმიტომ რომ კომფორტია ანუ აი მანდაც ვერ გეტყვი ისე ადნაზნაჩნად როგორც უკრაინელები იტყვიან ისა რა ქვია რომელი ჯობია რა მაგრამ ანუ წონითი კატეგორიებით რო შევხედოთ ესე ვერ ვიტყვით ხო რო თქვა ორივეს თავის პონტია ანუ თუ რომელიმე უფრო სხვადასხვა სკოლა აშკარად რა ანუ სხვადასხვანაირად მუშაობენ მაგრამ ერთად შეიძლება ძალიან ორგანული გააკეთო რა ხო კი კაი, მოდი ცოტა ახლა საზღვრების იქით წავიდეთ ამერიკაში კონკრეტულად. რაღაცა პოდკასტზე ვიყავით და იმდროს ლაპარაკობდით აი ჰოლივუდში ხარ აკეთდება და ასე შემდეგ. შენ როგორ უყურებ ეხლანდელ ჰოლივუდს? ანუ საერთოდ, რავი, რამე ფილმებს ნახულობ თუ არა და რა აზრის ხარ რა ეხლა რაც ხდება იქ? იმდენად, ხო ცოტა ისეთ სახიფათო ზონაში შევდივართ ეხლა. კაროჩე, იმდენად აღარ მინდა რაღაცების ნახვა, რომ ვიწყებ რევიუთი რა, ანუ უყურებ რაღაცა 20 ფილმის რევიუებს, რომელიც ვიცი რომ ან წარდგენილი იყო რაღაცას და მე ვარჩევ და მე შეიძლება ვნახო რა, იმიტომ რომ Snow White-ის ნახვა იარაღი რო დამადო არ ვნახავ და დღევანდელი ჰოლივუდი არის ეგ. ანუ დღეს ჰოლივუდს ჭირს Snow White-იზმი, woke-იზმი. დაახლოებით woke-იზმის რაღაც გაგრძელებაა რა. კი, არ ვიცი გიჟია, იმიტომ რომ იდიოტიზმია ხა რა თქმა უნდა. ხო და ბიჭო, ეგ რა სჭირდებათ ვერ ხვდები პროსტა, ოღონ მართლა. ანუ რა მარკეტინგია ეგეთი და რა სეგმენტია ეგეთი. მან კიდე რაღაცა ცოტა უფრო ღრმად მგონია საქმე, არ ვიცი, რაზეც მე ვერ ვილაპარაკებ, ექსპერტი არ ვარ ამ შემთხვევაში. უბრალოდ მე ჩემი როგორც აი მომხმარებლის აზრს გეუბნები, რომ
არ შემილია, როცა სიტყვაზე იგივე Last of Us-ში ადრეც ვაპარაკობდი. აი, სადალაკოში თქვი შენ. კი, სადალაკოში რომ Last of Us-ში ერთი სერია მიუძღვნა გეი წყვილს, რომელიც საერთოდ რო ეგ სერია მოიღო. მე მგონი იკოც მაგას ამბობდა მე მგონი. ალბათ იტყოდა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ადამიანური აზრი მგონია ეგ. საერთოდ ეგ სერია რომ ამოიღო სერიალს არაფერი არ აკლდება და ეგ უფრო დიდი დამცირება მგონია მე, შენ თუ უმცირესობებზე მელაპარაკები და გინდა რომ ეს უმცირესობების რაღაც პოლიტიკა გაატარო, ეგ უფრო დიდი დამცირება მგონია, რომ შენ აკადრებ ისეთ რაღაცას, რომ ისეთ სერიას აძლევ ტიპებს, რომელსაც არსებობას საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს, დრამატურგიაში არაფერი არ იცვლება ბიჭო. ანუ ეგეთი არაფერი გამიგე. თამაში კიდე ძალიან ტონკად არის, მაგაზე საერთოდ არაა მიძღვნილი არაფერი. ხო, რატო იცი, იმიტომ რომ თუ ეხა Harvey Milk-ი ხო გადაიღეს რა, გადაიღეს Dallas Buyers Club-ი, ხო? შესაბამისად ეხა მაგაზე ხო არ არის საუბარი. ეგ პირიქით კაცო შედევრია და რაზეა ლაპარაკი. Dallas Buyers რაღაცას რო კვოტის გამოაკეთებ, ეგ არის გამაღიზიანებელი. ძალით როცა არის, ძალით. აი ეგ არის ცუდი. რო ფიფქია, რომელიც კლასიკაში ეგრეა, რომ ჯუჯებთან რჩება, იმიტომ რომ ულაგოს სახლი, ეგრეა. მესმის რომ დღეს ეგრე არ უნდა ვიფიქროთ, მაგრამ კლასიკა ეგ არის. ან დაანებე თავი საერთოდ თუ არ გინდა რომ მაგას ან ისე ნუაკეთებ, მე ნანახი არ მაქვს, მაგრამ რევიუდან ვიცი, რომ ფიფქია ჯანყდება დედოფლის წინააღმდეგ, აგროვებს არმიას, რომ სამეფო დაიბრუნოს, ძლიერი ხალი. ხო არ გაგიჟდით, ფიფქია, ჩიტებთან უნდა მღეროდეს, რეებს, აი არ სიგიჟე, ხო და აი მაგას რო აკეთებ. აი მანდ უკვე მგონია, რომ ძალიან სუდა, ანუ ეგ მართლა მაგარი მურტალი ზონაა, იმიტომ რომ ეხლა რაღაც პონჩი მიდიხარ, სადღაც პარალელი შეიძლება გავალოთ, აი პირველად რო ასაფართი გაიჩნდა გახსოვს საქართველოში რა ამბავი იყო. ნახე, ანუ გააჩნია როგორ იზო, მე მიიღო ხალხმა. იმიტომ რომ შენ თუ ეხა რაღაცა ახალს აკეთებ და რაღაცა ახალი პონტი გინდა არა გითხარა, ხო და გითხრა, ცუდი პარალელი გეტყვი რა პონტში ვამბობ მაგას. მე ამას იმ პარალელად კი არ ვამბობ, რომ ანუ იქ ესეც იგივეა მეთქი პირიქით ამას ვამბობ, რომ ეს კარგი ვარიანტია იმისი, როცა რაღაცა ტრადიცია არსებობს, თქვა, ტრადიცია, ვითომეტეს როცა ფოლკლორს ეხება, მანდ უფრო მტკივნეულია ხოლმე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხალხს თავიდან პროტესტი ქონდა, მერე ორგანული გახდა, იმიტომ რომ ფაქტიურად რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან ფუნდამენტზე იყო დაშენებული რა და იმ ხელა ფუნდამენტია ის რომ იმას ესე ვერ შეარყევ ხა რაღაცა ექსპერიმენტებით ასე ვთქვათ რა ვითუმეტეს თუ ილიკოს ეხება სუხიშვილს რომელიც ნუ ეხა გასაგები რა ეხა ისეთი ტიპებიდან და ისეთი ოჯახიდან მოდის ეხა მაგას რა უნდა გააკეთოს რომ რაღაცა დაანგრიოს ხო მაგრამ აი ეგ არის ცუდი შემთხვევა ასე რომ როცა Dallas Buyers Club-იან Milk-ია ბაზარი არის პირიქით გავართავ ლაპარაკობთ რა მაგარია მეტიუ მაკონაჰი და რა მაგარია შონ კონერი და რა კარგი რეჟისორია უზიანი მთა აიღეთ უნდა უზიანი მთაც მაგრამ როცა რაღაცა იმიტოა რომ ეხა მე ადრეს უფიქრობდი რომ აი რეჟისორი რო იყო უბრალოდ რა ნერვები მომეშლება მეთქი რომ წარმოიდგინე უცებ ძალიან კარგი კადრი და კარგი სცენა რო გადავიღო და ტიპი რომ მოვიდეს და მითხეს რომ აი იქით 200-ელი უნდა ყოფილიყო ამიტომ ახლიდან უნდა გავაკეთოთ ეს, იმიტომ რომ აი შეხედეთ კაცში როგორ არის, ანუ აქ უნდა იყოს 10 ადამიანი, ერთი შავკანიანი უნდა იყოს, ერთი ისა სასურველია რომ შავკანიანი უმცირესობის წარმომადგენელი. ხო და ეხლა შენ რო რეჟისორი ხარ, ანუ არ გინდა ეხლა მაგ ტერიტორიაზე, იდეაში თუ შემოქმედებითად ხარ განწყობილი ხარ, თუ პროსტა მაყუთი და რაღაც გინდა, ხო ალბათ თავს დაუქმნო. კი, მანდაც მე რა კატეგორიის კომანდა მუშაობს, ანუ ის იმ კატეგორიის, რომელსაც მაგ რეჟისორის მოხსნა თავისუფლად შეუძლიათ რა, ანუ გადასაღები მოხსნიან და სხვა გააგრძელებს. კი, კაცო რა. თავისუფლად, იმიტომ რომ ხა აბა სპილბერგი იღებდეს, ხო? ანუ მაგას ვერავინ ვერაზოს ვერ ეტყვის, თუ თავიდანვე არ თქვა რომ კი მე ამას გავაკეთებ, მე ვერავინ ვერ ეტყვის. ან ტარანტინო იღებდეს. ხა იქაც ის კატეგორიაა, შეიძლება მაგარია თავის საქმეში, მაგრამ ის თავიდანვე მაგაშია, რომ იცის, რომ ის უნდა გააკეთოს. იგივე ისო Last of Us-ро დაუბრუნდეთ, ხა შოურანერი არის, თუ სწორად მოგწონს, იმენა შოურანერია, ნილ დრაკმანი, რომელმაც თამაში გააკეთა შედევრი, ანუ ჩემი აზრით ის კი არ მეთანხმება. შედევრი, მაგრამ სერიალი არის აი ჰიპერნაგავი რა, ну ჩემი აზრით, ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ანუ კონკრეტული ეპიზოდი თუ მთლიანობაში არ მოგევასება Last of Us-ი. მთლიანად სერიალმა აი ძალიან არემშავ, არა, აი რაც თამაში არ იგრძნობა, კარგად არის გაკეთებული. ის საკველაფერი აი ესე გადმოტრიალდა და აი ოკეი. ფიქრობ რომ რაღაცნაირად ნაკლებობა არის ავტორო ფილმების იქ. იმიტომ რომ ერთი პერიოდია ის Scorsese-სთან იყო მგონი ინტერვიუ და ის ამბობდა რომ აი დააქცია ჰოლივუდი კინოთეატრებმა, ანუ აი 4D, 3D კომერციული ფილმები, ავატარი. საჭირო იყო. ხო, ანუ მესმის, მაგრამ მეორე მხრივ რაღაცა ისეთი ფილმები, როგორიც ასე Taxi Driver არის თუ რა ვიცი, ხა ბევრი კლასიკის გახსენება შეიძლება. მე ეგრე მგონი, ყოველ შემთხვევაში როგორ უნდა გადმოიწყონ მაშინ ახალ მასე.
მოცემულობაზე. არ ვიცი, ძალიან ოპტიმისტი ვარ შეიძლება, მაგრამ სულ ვიძახდი, რომ კარგი, ჩემი საყვარელი კინო არის 90-იანების კინო. ხო. რაღაცნაირად მე ეგრე მგონია და ეგრე უყურებდი, რომ ევროპულ იდეებს იღებდნენ ამერიკულად რა. აი რაღაც ეგრე ვხედავ მაგალითად, შეიძლება კინომცოდნემ დამცინოს ახლა ამას რო ვამბობ, მაგრამ ნუ ჩემი გადმოსახედი ეგეთია რა. რომ აი ამერიკან ბიუთი არის, თავიდან ბოლომდე ევროპული იდეა, ამერიკულ რაღაც შეფუთვა. და რა ძალიან მაგარია. ხო და მანამდეც იყო ერთი წინაპრები ყავთ ორივეს, ევროპასაც და ამერიკასაც, ნუ იშვიათი გამონაკლისები. ხო. იქიდან წამოსული ხალხის თემაა რა. გონია რომ მე რო ძალიან კომერციული რო გახმარ, ისიც კომერციული კინო იყო, მაგრამ ძალიან კომერციულში გულისხმობ რომ ძალიან ატრაქციონი გახდა კინო, ანუ აი ეს სამი იდეები და ისინი ალბათ სადღაც მობეზრებადი იქნება ეს და ალბათ არ ვიცი თან Netflix-ით, იმით ამით მგონია რომ კინოში ცოტა სხვა ფილმის სანახავად წავა ცოტა ხანში ადამიანი და ისევ ძველ კინოს ნახავთ, ოღონდ ახალ შეფუთვით რა. ალბათ, რა ვიცი, ხა ის რა ქვია, მწვანე წიგნი მაგალითად ერთ-ერთი ბოლო პერიოდის ჩემი საყვარელი ხო, ჩემი საყვარელი ფილმი. ხო გაკეთდა ეგ ფილმი, ხო რაღაცა მესმის რომ ოსკარებზე შეიძლება იმიტომ მოხვდა რომ შავკანიანი, აი ეს ეგ ისტორია, მაგრამ აი ეგეთი რაღაცის გაკეთება ხო შეიძლება რომ არ იგზნობა ეხა რა. ხო ძალიან მაგარია, თან ნამდვილ ამბავზეა ეს. თან აი სპონტი არ არის რომ აი ისეთი ბანალური კადრები და ფრაზები და აი ჩაფხებული რომ აი ის მომენტი გაგიცდეს რომ აი მე რა კარგია თეთრი და შავკანიანი ერთად არიან, აი არ დამოწდება Independent Day-ში რა. Independent Day-ში რომ Will Smith-თან მიდის მე ეს თუ რაღაცა და აი თეთრების დაიმეთ და აი როგორ თანაცხოვრობთ თვითონ იდეა კარგია განა რამეს ვერჩი მაგრამ მე ჩემთვის როგორც მომხმარებლისთვის რომელიც ფილმს უყურებ აი სულ მქრინჯავს ხო ხდები თორე გავიგე და მე მგონია რომ ანუ ცოტათ მე ტვინს თუ დააყოლებ და რაღაცა ალბათ შესაძლებელია უფრო სხვანაირი ხერხებით რა ჩადო ეგ იდეა ისე რომ გამაღიზიანებელი არ იყოს ზუსტად მანდ მივდივარ რომ ეგ ნიჭი გაუჭირდათ ანუ მაგას ვერ ხვდები თუ საზოგადოებას დაერხა იმ დონეზე რომ სხვანაირად ვერ იგებს. არა, ალბათ ეგ როგორი რაღაცა იცი, აი, ეგეთ ფილმს ხო ყოველთვის ეთყობა, რომ სადღაც აი კანცელარიებში და ეგეთ ადგილებში რო აი დაგეგმილი რა. ეხა აი მაგალითად რუსეთის მაგალითზე ნიკიტა მიხალკოვს ეთყვია, რომ აი გადაიღე ესეთი ფილმი, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენ იდეოლოგიაში ჩდება. მე აი ეგ არის რუსული ტანკი რა. ხო, ას და იგივე ხდება ამერიკაშიც, ოღონდ ვაფშე სხვა იდეოლოგიის პონჩი, მაგრამ რაღაც პონჩი ხო შეიძლება ფორმებით არ ხდება ეგრე მაგრამ ხო მაგრამ მაგალითები ხო მოვიყვანეთ რა აი მაგალითები ხო მოვიყვანეთ სადაც შეიძლება რომ მაგრა გააკეთო ეგ ანუ იგივე მაგალითად შემიძლია თქვა რომ ფიფქიასთვის არ მოეკიდათ ხელი და გაეკეთებინათ სხვა რაღაცა ზუსტად მაგჭრილში ხო და მაგას ვიზრდ სადაც ბოდიში რა ეხლა ბოლომდე მიყვანე სადაც იმიტომ რომ ჯუჯებს არ ვაწყენინოთო და ადამიანები არ ათამაშეს და გრაფიკული ჯუჯები გააკეთეს, მაგ მარაზმს ვერ გავიგებ ვერასდროს. მაგას ჯობია სხვა რაღაცა გააკეთო. რავი, პიტერ დინკლეიჯმა ითამაშა Game of Thrones-ში. ხო, მაგან მასე ლაპარაკობს, მეღადავე. ხო, მაგან თქვა ეგ. ხო, ანუ გრაფიკულათო, ხო? ხო, ანუ არა, გრაფიკულად არა, გრაფიკულად უნდა იყვნენო, ანუ სტრანი რაღაცა ხდება ვერ კაი. არა, უცნაურია, ხო, თვითონ ითამაშა ვერ გავიგე, ძალიან მაგრა. ხო, შეიძლება იმ 7 ჯუჯიდან ისე ეთამაშა ერთ-ერთს რომ ოსკარი მიიღო, ბოლო-ბოლო მე რა ვიცი, ანუ ისე თეორიულად ვიძახი რა. ხო, ბიჭო, რა ვიცი, რატო არა. არა, ნუ ეხა მანდ ოსკარის რა გითხრა ფიფქიაში. არა, ნუ ისე ხო, არა, მივხვდი რასაც ამბობ. შეიძლება ვიღაცას კარიერაში წინსვლა ქონოდა და მაყუთი ქონოდა, რა ვიცი. ბიჭო, ჯერ ერთი საქმე ასაქმებ. პროფესორი დაანებო იმ ხალხს ასაქმებ. რა ვიცი, მე ადამიანებს ეხა მასე ხო გასაგებია რომ ბიჭო სულ მან ჯუჯაში ჯუჯებს შეურაცხყოფა. მან არის სულ ბალანსის ამბავი და მე იმედი მაქვს. შეიძლება შენ ოპტიმისტი ხარ, მე დიდად უფრო რეალისტად ვთვლი თავს, მაგრამ მე მგონია რომ ადრე თუ გვიან რაღაცები დაღვინდება რა. აი როგორც მაგალითად თქვა ქვეყანაში რაღაც ახალი შემოდის, აი საქართველოში მაგალითად კლუბური ცხოვრება შემოვიდა, ხო, უცებ იყო ძალიან დიდი ჰაიპი და გადაიწვა და ბევრი ცუდი რაღაცაც მოხდა და ასე შემდეგ. მე რაღაცა პერიოდში ეს ნორმალიზდება, შეეწირა ბოლო-ბოლო ხალხი. მე ეს ნორმალიზდება, დღესაც პრობლემებია, ბაზარი არ არის, უფრო ტრაგების კუთხით, ოღონდ, მაგრამ ეს ისტერია აღარ არის კლუბზე და იმაზე, ანუ ხალხი უკვე სხვა ოფციებსაც ეძებს რა, მაგალითად გარე კაფეები. ხო კიდე სხვა რამეა, ჩვენ შემთხვევაში საქართველოში ხო კიდე სხვა პრობლემაა, ძალიან ბევრი წელი დავკარგეთ. 60. ხო, ეგ ბაზარი არის. და გვიან გვინდა რომ ეხა თან გემოვნებიანი და ნიჭიერი ხალხი ვართ, 1000 ჯერ ვიტყვი მაგას კიდე სადაც საშუალება მექნება და
მოთხოვნილება და ამბიციაც მეტი გვაქვს და კარი გაიღოთ თუ არა გიჟივით ჩვენ შევარდით რა და რაღაცებს არ აღმოჩნდით მზად თუნდაც კლუბისთვის თუნდაც მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაგარ დონეზე მე არ ვცხოვრობ მაგ ცხოვრებით არ ვიცი კლუბი მაგრამ ესე ვიცი რომ ძალიან მაღალ დონეზეა ჩვენი კლუბი კი აქ ძალიან ბევრი ფესტივალები გაიმართა და ასე შემდეგ მაგრამ რა არის იცი რომ იმას ვიძახი რა როგორც რავი iPhone-ი რა ანუ თავიდან რა ისტერიაც იყო მე ჯდება უკვე რუტინა რა ჩვეულებრივი ამბავი ხდება და შეიძლება როდესღაც ნახე მე მესმის რომ იმდენი ცუდი რამე მოხდა რა თუნდაც უმცირესობებთან დაკავშირებით იქნება თუ რა ვიცი ან თუნდაც შავკანიანებთან დაკავშირებით ანუ რასიზმი რეები ხდებოდა ხო ანუ გასაგებია რომ ამის წინაპირობა რაღაცა წინა ტრაგედიები და შეცდომებია კაცობრიობის მაგრამ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადახვიდე რა და ამიტომ ამბობ რომ იქნებ აი ეგ მაგალითები რაც მოვიყვანე აქაც დაჯდეს და მივხვდეთ რომ ხო ცოტა შუაში ზუსტად მაგას ამბობ როცა ვიძახი რომ ის დაბრუნდება ანუ მობეზდებათ ხო იმედია შენ უფრო სწორი ენით თქვი ალბათ რა იმედია ბიჭო ჯერა მაგის იმიტომ რომ აი მაშინ უნდა გაჩერდეს კინო გადაიქცეს ატრაქციონად ეხლა ჯაფარასთან პოდკასტში რაღაცა სპაიდერმენზე და რაღაცაზე ისე ვთქვი რომ მეთქი მე არ მევასება თქო და ვიღაცებმა ძალიან მეჩხუბეს რომ ანუ შენ აზე არ ხარ ბიჭო რის აზეც ვარ იმას ვლაპარაკობ რა ანუ რა დონეზეც მომწონს და არ მომწონს იმას ვამბობ კინემატოგრაფიის ის ლეველი რომელიც მე მიყვარდა და მე არ ვიძახი რომ მაინც და მაინც ხოს ქშიშტოფ კიშლოვსკის დიდი ფანი მაგას არ ვიძახი რატო Back to the Future არის ჩემი ტოპ 5-ში შედის ხო საერთოდ ყველაველის კინო მაგრამ აი სად მაგის აი ზარღვი რაც მაგ ფილმში არის და ნამუშევარი აი სად მაგის და სად სპაიდერმენი აი ხა ვისაც არ უნდა ეწყინოს მე ესე უყურებ ბიჭო მაგას ვინ გეუნება ვინც გეუნება რომ აიც აზიარა ხარ რომ მაგას გეუნები შენი კოლეგები ვინც აი ერკვევიან თუ უბრალოდ ვიკითხეს აი ხა ეგრე მარველი და რაღაცა ხო გასაგებია მაგრამ მეუბნებიანს არ ვიძახი უბრალოდ მაგათ გავეცი პასუხი რომ ნუ მეჩხუბებით მე მოკლედ ის არა ქვია არა მე არგუმენტი მაინტერესებდა მათი და მაგით არა იმიტომ რომ შენ ვერ ერკვევი არის მართალია მაგ სამყაროში ვერ ვერკვევი ვერც მარველის და ვერც DC-ის სამყაროში აბსოლუტურად ვერ ვერკვევი, მაგრამ ერთი მუღამი ისე რომ არც მინდა რომ გავერკვე რა. ბიჭო, ეგ როგორია, როგორც ჰიპ-ჰოპში რა არის რაღაცა ჰიპ-ჰოპი, სადაც ბაზრობენ და არის ჰიპ-ჰოპი, სადაც აი ვითომ ბაზრობენ რა, ანუ და ანუ ბაზარი არ არის. მანდაც საკაიფო ბითებია და არის რაღაცა ტრეკები, რომელიც შეიძლება გაგისტორდეს, მაგრამ ანუ ის რაც ნასისგან, ჯეიზისგან თუ ფაკისგან იმისგან სხვა პონტია რა. ჩემთვის არის ეგრე ხა Home Alone როგორც არის გაკეთებული, აი რეებიც ხდება და ანუ გინდა პირველში, გინდა მეორეში, სხვა ის მოდის, აი მარტა Golden Age-ის პერიოდის ფილმები კეთდებოდა და რამდენი რა. ხო, ნუ ჩვენ ხა ისიც არ მინდა მაგაზე ეხლა ხდება, ბაზარი ეხლა საოცარ ფილმებს იღებ. არ ვიცი, ის ნახე Netflix-ზე 4 სერიანი ფილმი არის მოზარდ ბავშვზე. აი ჯაფარასთან პოდკასტზე მაგასთან დაკავშირებით ვიყავი. მისული და ხო და ზუსტად ჯაფარასთან არა ბოდიში. ხო და ჯაფარასთან ვიყავ მაგ სერიალზე სალაპარაკოთ კონკრეტულად. ეგრე ვერ გაშლი. ერთი სიტყვით გეტყვი შედევრია, ანუ საოცარ მეტი მაგ ჟანრში და მაგ მიმართულებაში მეტი ამ ეტაპზე ნახდა შეუძლებელი. რამეს გამოარჩევდი რომელიმე რეჟისორს თუ მსახიობს თუ აი ყველაფერი. ბიჭო ჯერ ვაფშე როგორ გინდა რომ ეგ გარისკო როგორც ეგ არის გაკეთებული. ადგე და გარისკო რა. ანუ აი და გარისკო და მე გააკეთო ეს ყველაფერი და მართლა გამოგივიდეს სუფთა რეჟისორის გადაწყვეტილებაზე მაგ ლაპარაკი რომ მართლა უწყვეტად არის გადაღებული. მე ეს უწყვეტობა ჭირდებოდა ამ ყველაფერს. მე მივიდეთ მსახიობებთან. მოდი, ანუ როგორ გინდა შენ, ეხა მე რო ჩემი თავი წარმომიდგენია, რო ვიცი რომ უწყვეტად უნდა გადავიღოთ, მესამე სერია რო ავიღოთ, აი ბავშვის და ფსიქოლოგის დიალოგი, უწყვეტად, ეგ დაიჯერო რომ ეს ბავშვი ამას იზავს და აი ბავშვმა ქნას ისე რომ უყურებ ზუსტად იგივე შეგრძნებები მაქვს ამ ბავშვის მიმართ რაც იმ ფსიქოლოგს აქვს ხან მეშინია ხან ის ანუ გიჟია და მეოთხე სერია საერთოდ იგიჟი ანუ ყველა დეტალის იგიჟია ანუ და თან როგორც მამას ხო ისე მომხვდა აი ხო გაბა ბევრმა მითხრა მეგობრებმა მათ შორის რომ ახალი რა გაიგე ბიჭო ახალი კი არ გავიგე უფრო ვიგრძენი თორე ინფორმატიულად ახალი არ ის გავიგე რომ კიდე უფრო მეტად დავწმუნდი რომ სულ სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობთ ჩვენ და ჩვენი შვილები რა ბიჭო თან როგორი რაღაცა იცი რომ აი ახალი ცოტა ეგ არგუმენტი არ მესმის ხოლმე ახალი რა გაიგე ხაი პირობითად აი მამაცი გული რომ ავიღოთ და იქ რო რაღაცა თავისუფლებაზე რო ბაზრობს და სპიჩებს რო არ ტყავს როგორი პაპსაც არ უნდა იყოს იმ დროისათვის ანუ ჯერ მარტო იმიტომ რომ როგორც იყო ახლოდან გადაღებული ეს ბატალური სცენები და ეს შესდის პირდაპირ ტიპს და ხა მელ გიბსონის თემა რაც არის რა ხო და
არც მაშინ არ გამიგია თავისუფლების ფასის რაღაცა და მანამდეც ნაფიქრი მქონდა და ის, მაგრამ ემოციური მომენტია და ეგ ემოციური მომენტი შეიძლება განიცადო და სხვანაირად მიხვდები. მე რომ დავწერე სტატუსი რა, მეგობარმა მომწერა რა, რომ ახლა ეგ რაც დაწერეო არ იცოდიო, ანუ რაც მეწერა, რომ აი ეს ახლა რაც ჩამოთო. კი, ვიცოდი, ანუ მაღაზია რა ახალი რა გაიგეში, ეგ მაგრა კურსით. მე კი ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ იმდენად ემოციურად, ანუ აი როგორია, ახლა ომზე იცი ყველაფერი, იმიტომ რომ 3 გვაქვს ნანახი, მაგრამ აბა ავტომატით ხელში დადექი. დაახლოებით აეგრე დამაყენა ავტომატით ხელში ბრძოლის ველზე მაგ სერიალმა შეგრძნებების დონემდე. იმდენად ხელშესახები გახადა ძალიან ბევრი რაღაცა. თან ნუ მან კიდე რაკურსი, რომ ეგეც რამხელა რისკი იყო, რომ კვლელის რაკურსიდან არის ტრაგედია და ანუ 99.9 ხო პირიქით იქნებოდა, ანუ მოკლულის ოჯახიდან იყო. ნუ მაგრამ აი აღარ აიდოლესენსი აღარ შემდგა და მუსიკა. ну რა ვიცი, სტინგისა ეს არის რა, როცა ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან სინერგიაში იჭითება. ძალიან მაგარი გაკეთებული. შედევრია უდაოდ ჩემთვის. კაი, სანამ შენ გეგმებზე გადავალთ ამ მომავალზე, მაინტერესებს ეხლა აი ბოლო 5-10 წელი თუ შექმნილა ისეთი რაღაცა ქართული, რასაც შენ გითხრა, რომ აი ვაუ თუ კი, მანდარინები. მანდარინები არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პროექტი ქართული. ქუჩის დღეები მაგალითად. ქუჩის დღეები ძალიან კარგი, ქუჩის დღეები ძალიან კარგი. მაგრამ მანდარინები ალბათ უცებრად მახსენდება რა. Keep smiling, ხო სწორად მახსოვს, ეგეც ძალიან მომწონს, მაგრამ მანდარინები მომწონს ძალიან, იმიტომ რომ აი ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, როგორიც უნდა იყოს მონტაჟი, მე როგორიც აი უბრალოდ ტექნიკურ რაღაცებზე რომ დავიდეთ. როგორი უნდა იყოს წყობა, სტრუქტურა, დიალოგი, აი როგორც უნდა იყოს ძალიან ახლოს არის მე როგორ მინდა რომ გავაკეთო. ხო, ჩემ რიტმთან და სოდნასთან რომ ამ კაცმა იცოდა ზუსტად აი ეგ როგორ კეთდება და ძალიან მომწონს აი ერთი გულის ცემა გვაქვს მაგ მხრივ რო უყურებ რა, რა თქმა უნდა მე იქამდე ბევრი მიკლია, მე იმის თქმა მინდა რომ მე მომწონს რა რომ ამას უყურებ და ძალიან სწორად იყოს, სწორ ადგილას სადაც მოხდა ეგ ფილმი და ძალიან არასწორად რო წააგო და იდასთან, ანუ იდა ერქვა ხო მე მაგ ფილმს ხო მე მგორიასთან ოსკარი რამაც აიღო მაგ წელს. ხო. ანუ არა, ამას უნდა აიღო ყველა ვარიანტში, მაშინ ოსკარი და გვექნებოდა პირველი ქართული ესეთი ოსკარი, მაგრამ სამწუხაროდ არა. ეგ არის ალბათ აი ბოლო 10 წლეულის სტუდენტებს ყველაზე მეტად რაც მოყვარს რა ესეთი ქართული. ოკეი. ძალიან დიდ პატივს ვცემ ასევე იმებს, რა ქვია, ყარაბახებს. ეგეც მაგრამ მიყვარს, ოღონდ ბევრ რაღაც არ მომწონს, ბევრ რაღაც მომწონს, მაგრამ პირველი კინო იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რა, თუ რაღაცებს იღებდნენ, მაგრამ კინოს არ გავდა. ანუ რაღაცას იმას გავდა რა, სატელევიზიო სხვა რაღაცების ფონზე ეგ თუნდაც მანდარინები გაიჩნდა წიგნივით რა. ხო, ანუ ეს რაღაცა რა, კინოა რა, შეხედავ და კინოა და მანამდე აი ყარაბახები და სულ მანამდე იყო, აი რა ვიცი, უყურებდით იმას რა ქვია, სატელევიზიო სპექტაკლებს რა. ხო, აი იყო, გახსოვს ეგეთი ქაღალდის ტყვია. კი. ხდები და აი რაღაცები იყო, სუბორდინაცია და რაღაცები გამოდიოდა, მაგრამ კიდევ კაი ეგენი იყო, კარგია. კარგია რომ იყო, მაგრამ ეგეთი ხო და ამან უსებ ლეველი დადო რაღაც ისეთი რა, აი სინემატიკური გაიჩნდა და ვაა და რაღაცა და მსახიობები კარგად თამაშობენ და მუსიკა და ნიაზას მუსიკა იქ ხო ცალკე კაცის საუნდტრეკებს წერს იმისთანაც. მე განსაკუთრებით კიდე როცა რაღაცა პროდუქტი არის ავთენტური, კიდე დამატებითი რესპექტები გიჩნდება. შეიძლება მეტი გაატარო, შეიძლება აი კიდე უფრო მეტად დეტალურად შეამჩნიო თუ კარგია აქ, იმიტომ რომ გევასება რომ აი იმისი არ იყოს, ახლა მისთან ვიხსენებდი, არ მახსოვს აქ. გიორგი შენგელაი ამბობდა, მე მგონი, რომ ანუ საზღვარგარეთ რო ჩადიხარო, ჩურჩხელა აინტერესებს და არა სნიკერსიო შენი რა. ანუ და ეგ მომენტიც რო არის ძალიან კარგია, ხო, თემატიკაც ახლა ისეთია, რაც ჩვენია და ნუ ასე შემდეგ, არც რაღაცა გადმოტანილი არ არის და არც რაღაცა. ხო, არა, ხო და მან ხო ეგრე არის, ანუ ხო ყველას გვინდოდა ხა ბავშვობაში ყველა ოცნებობდი, ყველა რა მე ოცნებობდი, რომ ჰოლივუდში გადავიღო. ეგ ვერ მოხდება ძალიან მარტივი მიზეზების გამო რა, როგორც რა ტარანტინოს გაუტრაკე, მაგრამ ტარანტინო ვერ დაждდება და ხევსურეთზე ვერ გადავიღებს ძალიან მაგარ ფილმს, ისე მე ვერ გადავიღებ ლოს-ანჯელესზე ან რაღაცაზე მაგარ ფილმს. გამო იქაურ რაღაცას უნდა იცნობ. მაშინ ხუნა ცხოვრობდე უკვე დიდი ხანია თან. შენი უნდა იყოს, ეგ უნდა იყოს შენი, როგორც რაღაცა პლეხანოვზე ვერ გააკეთებს ახლა ისა რა ქვია, რავი, ვერავინ რა, იქ სპილბერგი პლეხანოვზე კარგ ფილმს ვერ გააკეთებს. ეგეთი ტიპებიდან ყველაზე მეტად შეიძლება გააკეთოს მელ გიბსონმა, რამე ისიც ისტორიული თუ იქნება, იმიტომ რომ აი ძალიან იცის. ჩვენ ძალიან ბევრს დავცინებთ პროსტო რა. და შეიძლება ქართულად იყოს პახოვდი, იმიტომ რომ ხო, ნუ ეხლა მაგას აპოკალიპტოდან აქის გამოსწორდა, არარსებული ენიდან თუ რაღაცეებიდან გამო.
ნუ ხო, ველ გიბსონმა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ იგიც აი სხვანაირ კინოს გააკეთებს, ალბათ მაგდენ. სხვა რაღაცის სხვა მინდოდა მაგით. დევს, იმიტომ რომ მე ადრე მაი ვიდეოზე მქონდა ნანახი, დავით აღმაშენებელი გუჯაბურდული რო თამაშობს. არა, ხო ისე Warriors თუ რაღაცა ტამპლიერების ისინი რომ მოდიოდნენ და კომბალით როცემს თო. აუ ეგ რა სიგიჟე იყო. კომბალით როცემს. აუ ტამპლიერები. ვეხოთ აი ვერ ვნახე, ვერ სადო აი მაგარი არის რო აი რა. კაი, გეგმებს რაც შეეხება მე შენ მოგწერე და გითხარი რომ ისეთი პერიოდია მეთქი არა მარტო ეხლა რა, ანუ აი კაი ხანია უკვე რა და განსაკუთრებით აი ამ პოლარიზაციას გულისხმობდი პლუს კიდე რა თქმა უნდა კოვიდიდან გამომდინარე პირველ რიგში კოვიდიდან გამომდინარე ანატორიზე ანატორი ხო რომელზეც ჩვენ გვილაპარაკია უბრალოდ ვინც არ იცის ახლა და ნუ ბევრი იქნება ალბათ უმეტესობამ არ იცით რაზე მიდის საუბარი ფილმი ანატორი უნდა რომ გადაიღო და მოყვება ახლა საიდან მოდიდა ეს იდეა საკმაოდ საინტერესო პროექტია და ვისაუბრებ ხო არა ეს იდეა ჩვენ კარგი იდეებს ხო ეძებ რა ისეთი კონტია რა არ არის ყოველ მეფეხის ნაბიჯზე არ დევს მაგრამ არ ჩანს ხო და ერთი პროექტია ეს ინგა რომელიც უკვე წარმოებაში ქონდა ჩაშვებული ანუ პროექტ ქონდა დაწყებული პარალელურად გვინდოდა კიდე რამე იმიტომ რომ ეს ინგა უნდა ყოფილიყო ტრამპლინი და მე რაღაც მოკლედ ამბიციური გეგმები ქონდა და ეგეთი ამბავი გავიგეთ რომელიც ნამდვილად მოხდა ჩვენ ქვეყანაში სადაც პირიქით ახევ სურეთში ჭირიანობის დროს სოფელი ანატორი ეგეთი იყო ანატოლი როგონი არა ხო მე ანატოლი მეთქი ანატორი სოფელი სადაც ჭირი ორი სიტყვით რო ვთქვა რა ანუ ეს რომელი წლებია დაახლოებით მე-18 საუკუნეს ამბობ ოღონდ ზუსტად კარჩი გაგეცინება და დაახლოებით ხო და გაგეცინება და ძალიან ბევრი ვქენით რა ქვია გამარჯობა ვიქეკეთ რომ ზუსტი თარიღი გაგვეგო მაგრამ აი რაღაცა ეგრე ზუსტი თარიღი არ არის რა არის რაღაც მე-18 და იქ დღემდე არის ეს აკლდამები და ისინი ხო გადავახტი ამბავს, ნუ მოგეთ ჭირი რო შეიჭრა სოფელში, სოფელმა გადაწყვიტა რომ ჩაკეტილიყვნენ და არ გაეშვათ არავინ გარეთ და არც არავის მოგეთ მეთოფეები დააყენეს ეგეთი ამბავია და ერთი ტყვია არ გავარდნილა, ანუ ცდელობაც არ ყოფილა არავის რომ გასულიყო შეგინან და ააშენეს აკლდამები და ყველა შიგნით ჩაიხოცა. და ამით როგორც მინიმუმ მთელი ხევსურეთი გადაარჩინეს, როგორც მინიმუმ. ეგ არავინ არ იცის რომ გასულიყო იქიდან რა მოხდებოდა. ანუ ცოტა ხო დაუჯერებელია, რომ ჩვენთან ეგეთი რაღაცა მოხდა, რომ ტიპებმა დაავადება ალყაში მოაქციეს და თავი შეაკლეს. და დღემდე არის ეგ ანუ ანატორში რომ რაღაც ექსკურსიებიც არსებობს, მან წახვიდე შეიხედო ეს ჩონჩხები, თავის აკვანი. ანუ ეგ ყველაფერი ნამდვილი არის და აინახავ რა შენი თვალით. და მაგაზე გავაკეთეთ სრულმეტრაჟიანი ფილმი, არ გვინდოდა. თან როგორ რაღაცა იცი, ძალიან ბევრი დოკუმენტური ფილმი არსებობს რაღაცა სინამდვილეში, მაგედან 80% არავინ არ იცის შიგნით რა მოხდა. იმიტომ არავინ არ გამოსულა. ხო. ერთ-ერთ დოკუმენტურში ვნახეთ, რომ ვითომ ბავშვი გამოვიდა, ჩვენს ეგრე გავაკეთეთ, რომ ის ბავშვი გამოდის, ნუ რაღაც ჰეპი ენდი ჭირდებოდა ყოველ. მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა? ანუ რა მოხდა რა, ანუ როგორ ხდებოდა შიგნით, რა მოვლენები ხდებოდა, ეგ არავინ არ იცის. ხო, ეგ ეხა უფრო რეჟისორის ფანტაზიაზე და სცენარისტის ფანტაზიაზეა, რომ რა შეიძლება მომხდარიყო. კი. აი ეგ დრამა გავაკეთეთ შიგნით რა შეიძლება მომხდარიყო, რა, რომელიც ძალიან საინტერესოა. ძალიან ისეთი love story-ს გავაძრეთ, მთავარი ხაზი, ანუ მანდ რის გარშემოც ყვებით ამ ამბავს რა და რომელიც ძალიან კაი რაღაცა გამოვიდა. ანუ გეგმაში არ მოკლედ არ ჩავეძიები. გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის იმითი, რომ ანუ ჯერ ძალიან საინტერესო და კარგი სანახავი იქნება, მანდ კიდე ანუ თვითონ იდეა რა, ანუ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რომელიც საუკუნეებზეა საუბარი და ანუ საზოგადოებას რამხელა პასუხისგებლობა აქვს, რომ ტიპებმა ანუ მიზერული შანსიც კი არ გამოიყენეს, რომ იქნება და ვიღაცებს სიმპტომები არ ქონათ მაგალითად, მაგრამ რახან არ არსებობდა მედიცინა ახლა ესე და რაღაცა ტიპებმა ანუ აი არანაირი გარანტია რა აქვს, ერთ-ერთიც რომ წავიდეს რაღაცა და ანუ ამოიხოცეს თავი უშანსოდ, ბავშვს რომ წარმოიდგინე რომ უყურებ ხო რომ შენი შვილი გამბავს და აკვანით შესული სიგიჟია უბრალოდ და მე ვფიქრობ რომ წარმოდგენაძნელია არა მარტო საქართველოსთვის არამედ სოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია რა ხო და ეგ თუ გამოვა მე პირადად ვფიქრე მოკლედ ძალიან ეგ არის ჩემი ოცნების პროექტი რომელზეც უკვე წლები გავიდა ამაზე ანუ რაც მაგაზე ვიმუშავეთ კინოცენტრიც მოგებული გვაქვს რაღაც დაფინანსება ძალიან პატარა ხადა დიდია საჭირო კიდე წინ რომ ეს პროექტი გაკეთდეს მაგრამ ჩემი ოცნების პროექტია, იმიტომ რომ ანუ ძალიან კარგი სამუშაოა. და მე თვითონ რა ვიცი, ახლა ეს ამბავი როგორ თან ის ეგზოტიკა იქ არიციანს.
ჰოლივუდში. ვიზუალურად ეს ეგზოტიკა თუნდაც რა, ანუ ეს ეგზოტიკა რო იცოდნენ ავატარამდე კი არ მივიდოდნენ, ხო, ანუ ცოტა უტრირებ, მაგრამ იმის თქმა უნდა, რომ ესეთი ადამიანები რო არსებობენ, რაღაცები არ იცი, ამოდები, აი ეგეთი ადამიანები რაც ვინც ეს გააკეთა, რაც იქ როგორც ეცვათ და ეს ყველაფერი ხომ რა თქმა უნდა მოვიძიეთ და ვნახეთ, როგორც ეცვათ ქალებს როგორი ვარცხნილობა ქონდათ და საერთოდ რა რიტუალები იყო შიგნით, სრული საგიჟეთი არის რა და ეგ ეგზოტიკა რო აჩვენო და თან აჩვენო ამ ჭრილში რომ თან based on true story არის, ნუ through events ალბათ უფრო ვიდრე story, რომ შეგინთ რა ხდებოდა ეხლა რა. თან მაგ ფორმატში და თან ხე ისე როგორც მე წარმომიდგენია რომ გაკეთდეს ძალიან მაგარი პროექტია რა, მე ეგრე მგონია რომ ძალიან მაგარი. ისე რომ ანუ აი სადღაც რაღაცა უნდა ქნას ეს უბრალოდ ეს ფესტივალებზე მოვიარეთ და დაუბრუნდით არა, ანუ სათქმელიც უნდა თქვას. არა იტყვის, იმიტომ რომ ნახე თვითონ ჰოლივუდშიც რაღაცა პერიოდები ხო არის ხოლმე, რომ აი ერთი პერიოდი უყვარდათ ხოლმე რაღაცა ეს სპარტაკი და ეს რაღაცა პერიოდი, მე რაღაცა ბიბლიური ისტორიული ფილმები და ასე ბენგური და რაღაც, მე კლეოპატრა გრანდიოზული, მე რაღაც პონჩი ამოცურა. მე უცებ წავიდა სხვაგან, მე საომარი მეორე მსოფლიო ომზე ასე შემდეგ. მაგრამ ერთი პერიოდი ისტორიულმა ფილმებმა თითქოს ამოწურა თავი, ანუ აღარ იყო ისეთი და შემოაგდეს აზიური ნაწილი. როგორც კი უკვე წავიდა იქით რომ აზიაზე და ჩასაფრებული ხუჩინარი დრაკონი. აი ეგ და ოსკარი მიიღო და მე რაღაცა იქ ჩინეთის იმპერიაზე, სამურაებზე, კოდექსებზე და ეგზოტიკა რო გაიჩიტა, მე ხო, ანუ შენი თქმის არ იყოს ეხა რომ ახალი კოსტიუმები გაიჩიტება, ახალი კულტურა რაღაცა მე-17 საუკუნე ნახდი ამბავი, თან ეხა ხო დაახლოებით როგორი იქნება რა, ფილმის ესთეტიკაც, ბუნება, შიგნი, დრამა, საიდან აი აპოკალიფტო წეგან ახსენე და წეგან ახსენე აპოკალიფტო და ჩვენი რეფერენსი ცოტა ეგეც იყო რა, გუნდის რომ ცოტა მაგ ხასიათში გვინდოდა ამ ყველაფრის გაკეთება. ხო და ნუ ვისურვოთ უბრალოდ რომ გაკეთდება ეგ ეს რომ ნუ უბრალოდ შენ სამუშაო გაქვს, მაგრამ იმედია რომ ცაზეც ვარსკვლავები ისე განლაგდება. ხო, რაღაცა ყველაფერი ერთმანეთს და გაკეთდეს კი, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი პროექტია, რომ ჯერა რა, თან ისეთი პატრიოტულიც და თან აი წარმომიდგენია რა უნდა იყოს და წესით ნუ იმედია ყოველ შემთხვევაში. ხო, კიდევ ბევრ თემაზე შეიძლება საუბარი რეკლამებზე და ასე შემდეგ და კლიპებზე 90-იან წლებში, მაგრამ უბრალოდ ნუ ეგრე შეიძლება 5-6 საათი ვერ მორჩეთ, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი, უბრალოდ სანამ ბოლომდე დაგემშვიდობები, კიდევ უბრალოდ მინდა რომ მაყურებლებს უთხრა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ ესე იგი ამ ეტაპზე პოდკასტი ჩერდება და არ იქნება ამ არხზე. ხო? ანუ გამომწერებს მინდა გითხრათ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად მიყურებთ, აკომენტარებთ, ძალიან მიყვარხარ ყველა. რა? ხო, რუჩნოით მომიყვანო. ხო, ხარ. ეგრე დაემთხვა რომ ეხლა უნდა გამოვემშვიდობო და ამეთ ოღონდ ნახეთ გამომშვიდობეთ იცით დროებით, იმიტომ რომ ამ არხზეა საუბარი, მე ვაპირებ რომ ჩემი არხიც გავაკეთო და მოკლედ რაღაც გეგმები მაქვს, ასე რომ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით, ისევ დაბრუნდება პოდკასტი აუცილებლად, იმიტომ რომ გეგმაში მაქვს ეგ, თუმცა სხვა რაღაცებიც მაქვს გეგმაში. ძალიან ბევრმა აქვს ხშირად წაგიწერიეთ კომენტარებში, რომ გააკეთე შენი გვერდი, ვიღაცებმა კომენტარებში დაწერეთ, ვიღაცებმა პირადში მომწერეთ და ხო, ანუ ყოველთვის ეგრე ჯობია ალბათ. ასე რომ, ნუ არ ვიცი, ეგ მხოლოდ ოღონდ რაღაცა ფაზლის ნაწილია რა, ანუ ეგეც ჩემი გეგმების მხოლოდ ნაწილია. თანაჩენი როგორ იქნება, რა იქნება, ვნახოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ამბასადორის გვერდზე ეს პოდკასტი აღარ იარსებებს, ასე რომ ყველა ძალიან დიდი მადლობა, ვინც მოხვედით, ვინც დაასაბსკრაიბეთ, ვინც დაალაიქეთ, ვინც რაღაც აქტივობა გამოიჩინეთ, ან თუნდაც უბრალოდ უყურებთ და მე შემოხვედრით ხართ და გითხოვთ, რომ გევასებათ, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ რა პრობლემა იქნება თუ სხვაგან იქნება პოდკასტი, ჩემი YouTube გვერდზე იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივენაირად ინტერესით, როგორც აქ, იქაც შეძლებთ რომ უყუროთ. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო უკეთესი და კიდევ უფრო მაგარი იქნება. ასე რომ დროებით გემშვიდობებით და შევხვდებით და როგორც კი რამე ინფოს გავიგებ, აუცილებლად მე ბიჭებს ველაპარაკე იუთუბერებს და როცა ახალ პროექტს დავიწყებ, რაღაცა პატარა ტურიც მექნება YouTube-ზე, ასე რომ დამიჯერეთ, რომ როგორც კი რაიმე სიახლე მექნება, აუცილებლად გაიგებთ, ანუ ყველა პონჩი მგონია რომ ეგრე იქნება და ასე რომ დროებით გემშვიდობებით რა. აბა თქვენ იცით და მადლობა გოგიჩა ძალიან დიდი რომ მოყვედი, რაღაცა ისე დაემთხვა რომ ბოლოს სტუმარი ხარ აქ, მაგრამ იქაც დაკვატიჩებ მე აუცილებლად. მადლობა. გემშვიდობებით და დროებით, აბა თქვენ იცით.